ძლიერი ყინვის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ სხეულში მიმდინარე ცვლილებებს. მოყინვა, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე ხანგრძლივად ყოფნის შედეგად ვითარდება, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ძლიერი ყინვისგან თავის დაცვა ვერ მოვახერხეთ? რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს? როგორ უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს ან სხვა ადამიანს? ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ექიმი სოფიო მაისურაძე. ორგანიზმი გამოყოფს იმაზე ნაკლებ ტემპერატურას გადაციების პირობებში, ვიდრე გასცემს. ამ შემთხვევაში ვითარდება გადაციება, ჰიპოთერმია. ჰიპოთერმიის რამდენიმე ფორმა არსებობს, დაწყებული მსუბუქი დაზიანებიდან დამთავრებული მძიმე დაზიანებამდე, როგორიც არის გულსისხლთა დაზიანება, არითმიები, შესაძლებელია განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ცნობიერების დაბინდვიდან დამთავრებული სრულ გონების დაკარგვამდე. რაც შეეხება მოყინვას, მოყინვის რამდენიმე სტადია არსებობს, არის ზედაპირული მოყინვა და ღრმა მოყინვა. ზედაპირული მოყინვა აერთიანებს პირველ და მეორე სტადიას. პირველ და მეორე სტადიას არის ზედაპირული დაზიანება. მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ხანგრძლივობას, რამდენი ხნის განმავლობაში მოხდება პაციენტი დაბალი ტემპერატურის პირობებში. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რისკ ჯგუფის პაციენტებს, რომლებთაც პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლით მიმდინარე დაავადებები აქვს, მაგალითად ზოგიერთი სისტემური დაავადება, რეინოს დაავადება, ცნობილი რეინოს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ქრონიკულად ალკოჰოლს და არიან ინტრავენური ნარკოდამოკიდებული პაციენტები, რომლებთაც სისხლძარღვოვანი პრობლემები და პერიფერიაზე სისხლის მიმოქცევის მოშლა ისედაც აღენიშნებათ. ამიტომ ესეთი პაციენტები აუცილებლად უნდა იყვნენ სიფრთხილით დაბალი ტემპერატურის მიმართ. გარდა ამისა, მინდა მნიშვნელოვანი ასევე ბავშვები, რომლებიც ადვილად კარგავენ, თბორეგულაციის მექანიზმები ბავშვებს ნაკლებად აქვს განვითარებული, ამიტომ დაბალი ტემპერატურის პირობებში ბავშვებშიც ხშირად ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები მოკლე პერიოდის განმავლობაში. როგორც სოფიო მაისურაძემ განმარტა, სწორი და დროული მოქმედება მნიშვნელოვანია მოყინვით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად. მან მოსახლეობისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. სპეციალისტმა დეტალურად ისაუბრა სიმპტომებსა და პირველადი დახმარების გაწევაზე. პირველი მეორე სტადიის შემთხვევაში შესახედავად ორგანო არის ცივი, შეხებით, კანის ფერი შეცვლილი არის. გათბობის შემთხვევაში მალევე აღდგება ფერი, კაპილარული ავსებაც შესუსტებულია, თუმცა მაინც არსებობს. მეორე სტადიის შემთხვევაში ამას ემატება რამდენიმე 24-26 საათში წყლულების განვითარება. ეს წყლულები არის გამჭვირვალე სითხით ან ზრდისფერი სითხით შევსებული ბუშტუკები. შემდეგ უკვე მესამე და მეოთხე სტადია, ეს არის ღრმა დაზიანების სტადია, როდესაც ვითარდება უკვე კანის, კანქვეშა ქსოვილების ნეკროზული ცვლილებები. ძირითადად ეს დამოკიდებული არის დაბალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივ მოხვედრაზე, როდესაც უკვე შეუქცევადი ცვლილებები იწყება ქსოვილებში. ინერვაცია და კვება ირღვევა ორგანოზი. მესამე სტადია არის კუნთების ჩათვლით უკვე ნეკროზული ცვლილებები, როცა ვითარდება და მეოთხე სტადიის შემთხვევაში საქმე გვაქვს უკვე მყესებისა და ძვლოვანი სისტემის დაზიანებასთან, ნეკროზულ ცვლილებებთან. ამას, რა თქმა უნდა, გალვობის შემდეგ კიდური რჩება ფერმკრთალიდან დაწყებული, შესაძლებელია იყოს ციანოზური ან მოლურჯო იისფერი შეფერილობის, შესაძლებელია იყოს შავი ფერისაც უკვე. კაპილარული ავსება საერთოდ არ გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ სისხლის მიმოქცევა იმ უბანში ვერ აღდგა.
და ამასთანავე შესაძლებელია აქ გქონდეს უკვე ჰემორაგიული მოგვიანებით წამოვიდეს ბუშტუკები, ოღონდ ეხლა უკვე წინა შემთხვევებთან განსხვავებით, სტადიებთან განსხვავებით ეს იყოს უკვე ჰემორაგიული შიგთავსი. ასეთი ორგანოს აღდგენა შესაძლებელია საერთოდაც ვერ მოხდეს და განვითარდეს აუტოამპუტაციაც და განგრენაც კი. სოფიო მაისურაძის განმარტებით, მოყინვის შემთხვევაში პირველ რიგში დაზარალებული უნდა გადავიყვანოთ თბილადგილას. შემდეგ უნდა მივაღებინოთ თბილი აბაზანა, რომლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40-45 გრადუსს. გათბობის პროცედურის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები. ექიმის თქმით, სწორი პირველადი დახმარება და დროული სამედიცინო ჩარევა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ჯანმრთელობისა და კიდურების შენარჩუნებისთვის.